სწორედ კალიფორნიაში შექმნილი ვითარების გამო ამერიკის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რეზონანსული აღმოჩნდა საქართველოსთვისაც. ტრამპმა შტატის რამდენიმე ქალაქში დაწყებული აქციები და შეტაკებები ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმება და ამბოხად შეაფასა და ეროვნული არმიის განთავსების გარდა აქციებზე ნიღბების ტარებაც აკრძალა. დააკავეთ ყველა ნიღბიანი სასწრაფოდ ამ გზავნილით ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირის მიდგომას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. მიზეზი რამდენიმე თვის წინ მმართველი გუნდის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებია, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ საპროტესტო გამოსვლების დროს ნიღბების გამოყენებას კრძალავს. ძალადობის პრევენციის არგუმენტით მიღებულ ცვლილებას თავის დროზე ოპონენტებისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან საკმაოდ მწვავე პროტესტი და ნებათაღელვა მოჰყვა. გადაწყვეტილება ცალსახად შეკრების თავისუფლების შეზღუდვად შეფასდა. ქართული ოცნება ოპონენტებს վել განცხადებებს ახსენებს და ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. ადრესატები იდენტური მიზნების მქონე გადაწყვეტილებებს შორის მაინც საკმაოდ დიდ გასხვავებას ხედავენ. ერთგან ცეცხლმოდებული საპოლიციო მანქანები, სადღაც ნაგვის ურნიდან ავარდნილი ალი, ცრემლსადენი გაზი იგივე მოგერიებით და მტკივნეული პასუხით, ალაგ-ალაგ მოლოტოვი და უფრო ფოიერვერკი. ლოს-ანჯელესის პროტესტის ვიზუალი თავისი საბრძოლო ელემენტებით რამდენიმე თვის წინანდელ თბილისს ძალიან ემსგავსებოდა, რომ არა ცხენოსანი პოლიცია. და ამ დროს ჩნდება ლეგიტიმური შეკითხვა. რა სიტყოდნენ ამერიკული პროტესტისა და მისი მოგერიების ფორმებზე ისინი, ვინც ხშირად საუბრობდნენ საქართველოზე. ეს კადრები თბილისში გადაღებული რომ ყოფილიყო. ჩვენ კვლავ სერიოზულად ვართ შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო. მეთიუ მილერის ეს ინტერვიუ 16 იანვრით თარიღდება და ყოფილი ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოზე საუბრობს, სადაც დამკვირვებელთა თვალს სამართალდამცველთა არც ერთი გადაცდომა არ გამოპარვია. თუმცა ყველაფერი დანარჩენი გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოში ჩაჯდა და ამის მერე უკვე ადგილობრივმა სპიკერებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ფოიერვერკის ცეცხლი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იყო. დავაკავეთ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ოფიცრებს ფეიერვერკს ესროდნენ, ამას კი პოლიციელის მოკლა შეუძლია. ამერიკაში კი ამ მიზეზით დაკავებებს ძალიან მალევე დაეწია პრეზიდენტის გადაწყვეტილება. პოლიციამ აქციებზე უნდა დააკავოს ყველა, ვინც სახეზე ნიღაბს მოირგებს. პრეზიდენტი ტრამპი ამ გადაწყვეტილებას მოკლედ და უბრალოდ ხსნის. ისინი არ არიან პროტესტის მონაწილეები, ისინი მშვიდობის დამრღვევები და ამბოხებულები არიან. დაიმახსოვრეთ, არანაირი ნიღბები. ნიღბით საპროტესტო აქციაზე გამოჩენა საქართველოში იმაზე ადრე გახდა დასჯადი, ვიდრე იგივე ნიღბის ტარებისთვის დაკავების გადაწყვეტილებამდე დონალდ ტრამპი მივიდოდა კალიფორნიულ მაგალითებზე დაყრდნობით. თუმცა თბილისური პროტესტის მაგალითებით ქართული კანონმდებლობა ამ მოქმედებისთვის 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ნოემბერ-დეკემბერში, როცა ქუჩებში უკვე სპეციალური ჯგუფები იქმნებოდა, ნიღბები და ფოიერვერკი კი საპროტესტო აქციების აქსესუარებად იქცა, პარლამენტმა ორივე საკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო და პასუხად მიიღო ოპონენტთა მწვავე კრიტიკა. ატეხეს ამბავი, რომ აქ ეხა რუსეთის ხელისუფლების ხელი ჩაერთო ამ კანონ შემოქმედებით საქმიანობაშიო, ეხა რა სიტყვიან, როცა ტრამპი ამბობს პირდაპირ, ამერიკის პრეზიდენტი ამბობს. გამობრძანდნენ ეხლა ელჩებიც მათ შორის და NGO სექტორი და ნაცმოძრაობის ლიდერები და დააგმონ ტრამპის ეს განცხადება, როგორც რუსეთუმე განცხადება. აბა გამოვიდნენ მაშინ. გამოსვლით ამ თემაზე ახლა ვინც გამოდის, ადრეც გამოდიოდა, თუმცა სხვანაირი გზავნილებით. დღეს მაგალითად ნაწილისთვის ამერიკაში მიღებული გადაწყვეტილება საინტერესო არ აღმოჩნდა. არ მოინტერესებს ტრამპის არ მოინტერესებს. მაგრამ ვისთვისაც უფრო საინტერესო აღმოჩნდა, გზავნილები გახდა განსხვავებული. აი მაგალითად თუ რამდენიმე თვის წინ გახარიას პოლიტიკურ გუნდში ფიქრობდნენ, რომ ნიღბის აკრძალვა საზიანო იყო. ადამიანებს უგზალავენ, რომ თავი დაიცვან. გიორგი ვაშაძე კი კანონის მიღებაზე ადრე უწინასწარმეტყველებდა დასასრულს კანონის ავტორ პარტიას. ვერც მიაღწევენ მაგ კანონის საბოლოო რეალიზებამდე. აგერ ნახავთ თქვენ. ნახვით ყველამ ნახა, რომ ეს პროგნოზი არ ახდა. და მაშინ როცა იგივე გადაწყვეტილება უკვე შეერთებულმა შტატებმა მიიღო, აქცენტი გადავიდა სხვა კონტექსტზე. კერძოდ იმაზე, რომ ის რაც შეიძლება გაკეთდეს შეერთებულ შტატებში, არ შეიძლება გაკეთდეს საქართველოში, იმიტომ რომ ოპოზიციური გადასახედიდან ამერიკაში სრულფასოვანი დემოკრატიაა, საქართველოში კი პირიქით. არასწორია შედარება და გეტყვით რატომ. ჩვენ თუ ვადარებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, უნდა შევადაროთ მაგალითად სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხითაც. იოტისოდენად ახლოს მაინც მიახლოებული იყოს სასამართლოს ის სტანდარტი, რაც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამაზე რატო არ სვამ კითხვას? ამ შედარების საპასუხოდ მმართველ პარტიაში ერთი პოზიცია აქვს. ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ ოპოზიციას სულ სხვა ფარდობითობა ალაპარაკებს და იმას, რასაც მეორე პოლიტიკური პოლუსიდან საკუთარ ქვეყანას უბედავენ, უბრალოდ ვერ უბედავენ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ნორმალურია, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები
ცდილობენ, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ძალადობაზე, იქნება ეს ნიღბების აკრძალვის შემოტანა, იქნება ეს საპოლიციო თუ სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ამ ტიპის ძალადობაზე. არანორმალურია, როდესაც სხვადასხვა ფორმით არც ამ კანონმდებლობას, არც ამ სახელმწიფო რეაგირებას დადებითად არ აფასებ და რაც ყველაზე დასანანია, როდესაც ამ ტიპის ძალადობას სხვადასხვა ფორმით დუმილი თუ პირდაპირ მხარდაჭერით ხელს უწყობ. რატო არიან ჩუმად ეხლა? ტრამპის განცხადებაზე, სადაც ითქვა, რომ დიახ, მოძალადე არ იქნება არანაირად გათვალისწინებული და მით უმეტეს იმ ნიღბების ჩამოხსნას საუბარი და ყველა ნიღბიანი დავიჭიროთ. ხო, დაახლოებით ეგეთი განცხადება გააკეთა, რომ იქ არ იქნება არანაირი, ასე ვთქვათ, მსუბუქი მიდგომა. და სად არიან ეს ჩვენი NGO-შნიკები? რომელ სოროში შეძვნენ? ის ტრამპია და ვერ უბედავენ? და ის სად არის? ცალფეხზე უნდა ვიდგეთო, რო ყვიროდა ხოლმე. რატო არიან ჩუმად? ეს არის ამათი ორმაგის სახე. ორმაგის სახე თუ განსხვავებული მოცემულობა. პოლიტიკური მხარეები თემაზე დიდი ხანია კამათობენ, მაგრამ ფაქტები ფაქტებად რჩება. მაგალითად, ფოიერვერკს ყველა ქვეყანაში ერთნაირი ხიფათი აქვს. მოლოტოვიც ერთსა და იმავე ტემპერატურაზე იწვის და ნიღაბიც ყველა ქვეყანაში სახეს ერთნაირად ფარავს.